უფალო, ჩემო ყოვლისშემძლე მამაო, ყოველგვარი ძალის იმედისა და გამბედაობის წყარო, დღეს შენთან მოვდივარ, სუსტად, დაღლილად და დაკარგულად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ შენ არ შემქმენი შიშისა და დამარცხებისთვის. შენ შემქმენი გამარჯვებისთვის, სიხარულისა და გაბედული მსახურებისთვის. ვაღიარებ შენს ძალას, რომელიც უსასრულოდ აღემატება ნებისმიერ პრობლემას, ნებისმიერ საზრუნავს ან ნებისმიერ მტერს. ეს არის ჩემი უდიდესი იმედი და ჩემი ძლიერი წახალისება. შენ ხარ ჩემი მფარველი, ჩემი თავშესაფარი, ჩემი ურღვევი კლდე, რომელზეც შემიძლია დავეყრდნო. მე შენი დიდების წინაშე ქეთს ვიხრი და გთხოვ, ამიმაღლესული, განაახლე ჩემი ძალა და აავსე შენი ღვთაებრივი, ურყევი გამბედაობით. ჭირდება შენი თანდასწრება, რომ გადავლახო ეს დღე და მისი ყველა გამოწვევა. უფალო, მომეცი გამბედაობა დღეს. როდესაც მე შინია, როცა გული წუხილით მაქვს დამძიმებული და როცა შფოთვა ცდილობს ჩემი გონების დაძლევას, შემახსენე, რომ შენ არასდროს მიმატოვებ. შიში არის ტყუილი, რომელიც ცდილობს ჩემს პარალიზებას და შენი ძალისგან გამოყოფას. უარს ვამბობ შიშის დაჯერებაზე. ვირჩევ, ვირწმუნა შენი სიტყვა, რომელიც ჩემს გამარჯვებაზე მეტყველებს. შემავსე ამ ჭეშმარიტებით, რათა ყველა საფრთხეს თავი მაღლა ავწიო და ვიცოდე, რომ სამყაროში უდიდესი ძალა ჩემს მხარესაა. როდესაც ხვალინდელი დღის შესახებ არ ვარ დარწმუნებული, როცა წინსვლის გზას ვერ ვხედავ, როცა გადაწყვეტილებები შეუძლებლად მეჩვენება, შემახსენე, რომ შენ წინ მიდიხარ. შენ უკვე მოამზადე გზა, რომელიც არ ვიცი და უკვე განჭვრიტე ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს. გაფანტე ეჩვის ნისლი, რომელიც შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში მიშლის ხელს. მომეცი გამბედაობა, დავტოვო ცნობილის ნაპირები და ვენდო შენ გაურკვევლობის ღია ზღვაში. არ მჭირდება ყველა პასუხის ცოდნა, მხოლოდ ის მჭირდება, რომ შენ ჩემს გვერდით დადიხარ და ყოველ ნაბიჯს მიხელმძღვანელებ. უფალო, ღრმად დაღლილი ვარ. იმ მომენტებში, როცა მინდა დანებება, როცა ჩემი ძალა ამოიწურება, როცა ემოციურად დამწვარი ვარ, განმაახლე შენი ძალით. შემახსენე, რომ ჩემი ნამდვილი ძალა არა ჩემს შესაძლებლობებში, არამედ შენს ამოუწურავ წყაროშია. შენი სიტყვა ამბობს, რომ შენ აძლევ ძალას დაღლილს და სიმტკიცეს სუსტს. გთხოვ, მომაშორო ეს ტვირთი, რომელიც ხელს მიშლის სუნთქვასა და წინსვლაში. დამეხმარე, ვიპოვო ნამდვილი სიმშვიდე შენს თანდასწრებით, თუნდაც ჩემი აურზაურისა და გადაუდებელი საქმეების შუაგულში. მომეცი ძალა არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ამ რთულ ვითარებაში წარმატების მისაღწევად. შემავსე გამბედაობით, რომ დახმარება ვითხოვო, როცა მჭირდება და გამბედაობით, რომ დავისვენო, როცა მჭირდება დანაშაულის გრძნობის გარეშე. დაეც ჩემი გამხნევება არ მოდიოდეს გარეგანი ქებიდან, არამედ შენი ღრმა, შინაგანი, მუდმივი ძალიდან. უფალო, გთხოვ გამბედაობას, რომ წინ წავიწიო და გავაკეთო ის, რაც საჭიროა. მომეცი გამბედაობა, რომ დღეს შენს მიერ მიგზავნილი ყველა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდე, იქნება ეს რთული საუბარი, რთული გადაწყვეტილება თუ უსიამოვნო პასუხისმგებლობა. დაეც ჩემი სიტყვები იყოს ძლიერი, შთამაგონებელი და სავსე შენი მადლით. დაეც ჩემი ქმედებები იყოს გულწრფელი და გადამწყვეტი. მომეცი გამბედაობა, დავიწყო ის, რაც შეუძლებლად მეჩვენება და დავასრულო ის, რაც დავიწყე, დაბრკოლებების მიუხედავად. მომეცი ნებისმიერი გაჭიანურება, რომელიც წარუმატებლობის ან კრიტიკის შიშით არის გამოწვეული. არ მინდა ადამიანების განკითხვის უფრო მეტად მეშინოდეს, ვიდრე შენი უკმაყოფილების. მინდა ვიყო თამამი, რათა ჩემი ცხოვრება იყოს შენი სიყვარულის, შენი ერთგულების და შენი გადარჩენის ძალის ნათელი მაგალითი. დამეხმარე, არ გადავუხვიე ჩემს მოწოდებას, არამედ თამამად და სიხარულით ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთვის მოამზადე. მომეცი გამბედაობა, რომ შენი ხატი დავინახო ყველაში, თუნდაც მათ ტკივილი მომაყენეს. უფალო, ლოცულობ, რომ შენი სიტყვა გახდეს ჩემი ყოველდღიური, უცვლელი გამხნევების წყარო. როდესაც სამყარო მეუბნება, რომ წარუმატებელი ვარ, რომ საკმარისად კარგი არ ვარ, ან რომ ვერ ვუმკლავდები ამას, მიეცი შენს სიტყვას ხმამაღლა ლაპარაკი ჩემს ღირებულებაზე შენს თვალში. დღეს შენს დიდ დაპირებას ვიღებ და ჩემსას ვხდი, იყავი ძლიერი და მამაცი, ნუ გეშინია და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენთან ერთად მიდის. ის არასდროს მიგატოვებს და არ მიგატოვებს, მეორე რჯული 31:6. ეს ჭეშმარიტება იყოს ჩემი ფარიმტრის ყველა ცეცხლოვანი ისრისგან. შემახსენ რწმენის გმირები, რომლებიც შენზე იყვნენ დაყრდნობილნი ტერორის, დევნისა და მარტოობის მიუხედავად. და აი მათი ისტორიები შთამაგონებელი იყოს. ჩემი რეალობა შენი დაპირება, შენი სიყვარული და შენი გამარჯვება. მოაშორე ჩემი გონებიდან ყველა ნეგატიური ხმა, ეჩვი და ტყუილი, რომელიც ძირს უთხრის ჩემს გამბედაობას. შემავსე რწმენით, რომელიც ხედავს უხილავს და სწამს შეუძლებლის და მომეცი გამბედაობა, რომ სრულად ვენდო შენ.
უფალო, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ შემიძლია წახალისება ვთხოვო. ლოცულობ ყველასთვის, ვინც დღეს შიშს, მარტოობას ან დამარცხებას გრძნობს. მათთვის, ვინც საავადმყოფოშია, კრიზისშია, ფინანსურ გაჭირვებაშია, ან შინაგან ტკივილს ებრძვის. ავსე მათი გულები შენი მშვიდი, ურყევის იმ მშვიდით. მაგციე ჩემს გარშემო მყოფთათვის გამხნევების წყაროდ. დაი ჩემმა სიტყვებმა იმედი მოიტანოს და არა დაგმობა. დაი ჩემი ცხოვრება იყოს იმის დასტური, რომ შენ კარგი ხარ და რომ შენთან ერთად ყველაზე საშინელი ყველაფრის დაძლევაც კი შეიძლება. გმადლობ, უფალო, რომ უკვე მაძლევ გამარჯვებას ქრისტეში. გმადლობ, რომ შენი ყოფნა ჩემი უდიდესი გამხნევებაა. მე შენს ყველა შიშს ვნებდები და სანაცვლოდ შენს სრულყოფილ გამბედაობას ვიღებ. დღეს წინ მივდივარ იმის ცოდნით, რომ მარტო არ ვარ და რომ შენ უკვე გამიკვალე გზა. ამინ.